ამ წუთებში ბათუმის ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკის რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. დღეს მსმენელის წინაშე ღონისძიების ორგანიზატორი ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე წარსდგება. ბათუმის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი კი ამერიკელი ლაურენს გოლანი იქნება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების ჩატარება, გაიმართება მარათონი, კონფერენციები და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. 15 ივლისამდე კლასიკური მუსიკის მოყვარულები ქართულთან ერთად ამერიკული მუსიკის მოსმენასაც შეძლებენ. ფესტივალი დღეს იხსნება და ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი საინტერესო პროგრამა ამ დღეების განმავლობაში. ძალიან ბევრი რამ სიახლეა, ხვალ არის ფრანგული საღამო, ყოველ დღე არის რაღაცა სიახლე, იტალიელი პიანისტი ჩამოვა 12-ში, რომელიც ასევე მასტერკლასებს მიცემს. წელს საქართველოს კულტურის პალატა პირველად უწევს ორგანიზებას ელისო ბოლქვაძის ფესტივალს, ეს წელს მეორედ ტარდება. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის მთავრობას. ბედნიერი ვარ, რომ 10-დან 15 აგვისტოს ჩათვლით პირველად თბილისის მერე სუხიშვილების ახალი პროგრამა რამიშვილები იქნება წარმოდგენილი ზუსტად ამ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.